დღეს მინდა მოგიყვეთ დედას რა პროგრესი აღინიშნება, თუმცა ხა ჯერ მოვსვა ჩემს მიერ შექმნილ ეპოქსიდის საოცრებაში, ამას ჭიქასაც ვერ ვუწოდებ, ეს არის საოცრება, ნახეთ. ნამდვილი ყვავილებით გახლავთ და რა თქმა უნდა, აქ უნდა ესხას მარტინი, თუმცა მე არ სვა არაფერს, არც მარტინიც, არც ღვინოს არაფერს, ამიტომ დღეს ბატონმა დანიელმა მითხრა შემიძლია დავლიო ყავა და ყავა ჩავასხი. თუ გნებავთ, რომ თქვენც ასე დიდებულად დალიოთ ყავა არა, რასაც ჩაასხავთ აქ მარტინი. მომწერეთ აივსე სტუდიოს Instagram გვერდზე. აბა გელით. ახლა რაც შეეხება, ესე იგი. დედა, ჩიშარტელა. არ ვიცი ხედავთ თუ არა. მოკლედ. თქვენ მადლობა გადამიხადეთ, რომ გიზიარებთ ვიდეოებს და რატომ? ერთად ჩემო სასწაულის მოსწრენი ხართ. ხალხო, დედა ჩემო სიარული დაიწყო. ამას წინათ თვითავადვე ადგა, ესე არა, კი არ ვისხედით. ვიწექი მოკლედ ღამე რაღაც ბუტბუტებ და საუბრობდა და წამოვიდი აქეთ დივანზე დავწეკი და რა თქმა უნდა ბატონი დანიელიც გამომყვა და უკაცრავად გამომყვა და მოკლედ გვეცინა და უცბად დილით მესვის აი ეს მეთქი სახლში არავინ არ არის და არ დამოდგა დედა ჩემი შოკში ვიყავი. დღესაც თავადვე გამოვიდა საპირფაშოში მინდაო ხალხო მე თქვენ გეუნებით ადამიანზე რომელსაც მეუნებოდნენ რომ სამ დღეში ერთ კვირაში გარდაიცვლებაო უკვე მოდიოდნენ რომ მოკლედ სად უნდა დაკრძალო სად უნდა მეთქვი არ არსებობს საქართველოში დედაჩემი აუცილებლად თავის მიწას დაუბრუნდება და აი ამ ყველაფერზე ვსაუბრობ თავის ქვეყანას მეთქი ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით და ამ ადამიანზე ექიმა ვერც კი იცნო მე ეს დედა თქვენია ეს მომაკვდავი დედა თქვენია რომ როდესაც უკვე კარგად იყო დედაჩემი ანუ ამ ადამიანზე გესაუბრებით რომ თავისით დადის. დღესაც აგერ გამომაკითხა, გამოვიდა, მეუნება საპირფაშოში მინდაო ხალხო. პამპერსი ახარ არის უკვე აუცილებელი. იკავებს, ფისის, დიდ, ყველაფერს ახარ შვება, ყველაფერს ტუალეტში შვება და რაც თავარი აღქმა აქვს და მეუნება. მესაუბრება. დღეს. რა დღეს, კაცო? ცეკვა. დღეს უნდა იცეკვო? და ვაუ, აბა მანახე როგორ ცეკვავ. და ბადაზე. მანახება ხელებით. დაბადა. ვაუ! ყველასეს დიდი სასწაული წავედა. აღარ სამღარე და სამსახურად საბუთები მისცეს. ხალხო, თქვენ ხართ სასწaulis მომსწრეები. აი ეს ჩვეულებრივ ჯამრთელ ადამიანს არ აძლევენ აქ საბუთებს და დედაჩემს. ნუ აქ რომ მოდის ხოლმე ეს მოვლელი ხოლო სახელმწიფოდან გამოყოფილი დღეში ორჯერ მეუნება რომ ასეც რასაჭმეოდე და ერთმანეთში საუბრობდნენ და ეს ქალი ამბობს რომ საოცრ ფერზეც მოვიდაო ორი მოდიან ხოლმე დილაობით ერთი საღამოს და ფერზეც მოვიდაო ისო და რას ისეთ რაღაცებს აჭმევსო ეს მეორე რეიჩელი ეუბნება ურევსო ყველაფერს რაღაცაშია საქმეო ჯადოსნობა არისო, ჯადოსნობა კი არა, ეს არის უპირობო სიყვარული. ეს არის რწმენა და ნახეთ. მე დედაჩემი არასდროს არ აღმიქვავს, როდესაც როგორც ვერ არ უყურებდი, როგორც რო გამოვიყვანე რა, რო არ ვუყურებდი, როგორც როგორ გითხრათ, აი მომაკვდას არ დავნებდი გესმის და აი დავინახე, რომ დედაჩემი კარგად არის და всё, წმენით მივენდე ღმერთს. ამან მოახდინა სასწაული. აი უდიდესი რწმენით, აი დამიჯერეთ რა. ყველა იცით როგორ მწამს ღმერთის ღმერთო ჩემო. ცუდი ხდება, ვიცი რომ ჩემთვის ხდება რომ საუკეთესო მოხდეს, კარგი ხდება, ვიცი რომ ჩემთვის კარგი ხდება, იმიტომ რომ დავიმსახურე. აი ყველაფერს ვიცი რომ ვიმსახურებ, პასუხისმგებლობა აბსოლუტურად ჩემ ცხოვრებას და თავადვე ავიღე. ანუ რასაც იცით როგორ ვშრომობ, აი ჩემთვის არასდროს დაახლა ასე შემდეგ რა. ვენდობი ღმერთს, მივყვები მას და სასწაული ხდება. სასწავლებით არის ჩემი ცხოვრება აღსავსე. საოცრად მადლიერი ვარ. აი საოცრად მადლიერი.
დედა ეს ხო შესასწაულია ნახეთ სილამაზე გასაწმენდი არის დამტვერილი არის გუშინაკ დავდე და დაიმტვერა და ესე იგი ადამიანი რომელიც მომოკვდავი იყო თავადვე დადის ხალხო მესაუბრება მე აგებინებს დღეს თავად მაპატიეთ ასე დეტალებს რო გეუბნებით უბრალოდ იმდენად ბედნიეროა დღეს თავადვე მითხრა გამოიწმინდა თავადვე მიხედა ჰიგიენას ხალხო ხვდებით რას გეუბნები ბედნიერი ვარ ძალიან ბედნიერი და საოცრად მადლიერი ანუ ნახეთ როდესაც აუცილებელია მაშინ წავა დედაჩემი ესე იგი კლავ რაღაც აქვს გასაკეთებელი ესე იგი კლავ მეხმარება რომ უკეთესი ადამიანი გავხდე ნახეთ იცით რატო მოხდა ეს ყველაფერი რატო მე დედაჩემი ესე იგი მის ხელს იცით როგორ ვუვლიდი როგორ საკუთარს აი ესე მიყვარდა ესე იგი მე გეუბნებით ადამიანი რომელიც ძალიან ის ვარ რა ქვია ზიზღია ვიყავი აი როგორც ჩემშვილს ხალხო ვერ ვანსხვავებ აი როგორც დედა მივიღე შვილად გესმით და აი როგორც ჩემშვილს როგორც ჩემს ხელს ისე ვკოცენ ღმერთო ჩემო მისი არაფერი არ მეზიზღება აი არაფერი რაც არ უნდა გნას სადაც არ უნდა გნას არა ესე სიყვარულით აი ვერ გიხსნით და აი ასე რომ ვუდგები ამ ყველაფერს იმიტომ მეხმარება ღმერთი და იმიტომ გამოკეთი და დედაჩემი ესე იგი კლავ აქვს რაღაცა გასაკეთებელი ესე იგი კლავ მეხმარება რომ გავხდე ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ძალიან მადლიერი ვარ და ძალიან ბედნიერი ამიტომ მიიღეთ რაც ყველაფერი რაც გითხარით აი ის გააკეთეთ და თქვენც იქნებით მიმღებნი ნდობაში და სიმშვიდეში იქნებით ბედნიერი იქნებით აბა დროებით